არც ერთი საგამოძიებო უწყება ლაშა-ცანავას სკანდალური განცხადების შემდეგ არ ჩანს, რომ დაინტერესდა და აპირებს გამოძიების დაწყებას, რომ დაადგინოს ვინ არიან სუსისის მაღალჩინოსნები, რომლებიც ლაშა-ცანავან მოსამართლის წინაშე მისი აღკვეთი ღონისძიების სასამართლოს ხდომაზე ამხილა. ცანავამ 4 დღის წინ მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს, რომ მის გადაბირებას ცდილობდნენ, სთავაზობდნენ დიდი ფულის და თავისუფლების სანაცვლოდ. ფულევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ ის კომპრომატებს მოაგროვებდა, დაიყენებდა ჩამწერს და ინფორმაციას სპეცსამსახურებს მიაწვდიდა, თუმცა არც სასამართლოს მიუმართავს რომელიმე საგამოძიებო უწყებისთვის, ვისი პირდაპირ ვალდებულებაც მსგავსი შინაარსის განცხადების შემდეგ სწორედ საქალაქო სასამართლოს ჰქონდა და არც საჯარო ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურასთან სუს შიდა მოკვლევა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არ დაუწყია. ლაშა-ცანავა რუსთავის ციხეში იმყოფება, ის წინა სასამართლოს ხდომას ელოდება, რომელიც 14 სექტემბერს არის ჩანიშნული, არ არის გამორიცხული, რომ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გამოძიება სწორედ ამ სასამართლო ხდომაზე მიაწოდოს, თუმცა იქამდე ადვოკატი ამბობს, რომ ყველა პროცედურის დარღვევით მიმდინარეობს საქმე ლაშა-ცანავას წინააღმდეგ. მათ არ სურთ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რომ გამოიძიონ, რომ ლაშამ დააფიქსიროს უშუალოდ გამოკითხვის ოლქში ყველა ის ინფორმაცია, რაც ლაშა ფლობს, მაგრამ ლაშამ ეს ყველაფერი უკვე სასამართლოზე თქვა. სასამართლოში, როდესაც ადამიანი განაცხადებს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე, საუბრობს, მაშინ სასამართლოც ვალდებულია, რომ შესაბამისი განცხადება გადააგზავნოს შესაბამის ორგანოში, მაგრამ უკვე 3 დღეა გასული და გამოძიებას არც სუსი იწყებს, არც პროკურატურა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ლაშა-ცანავამ რაც ილაპარაკა, როგორც ილაპარაკა, რატომ არის ეს პოლიტიკური საქმე, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სუსი არ იძიებს არაფერს. ჩვენ რა თქმა უნდა არც იმედი გვაქვს, რომ სუსი და პროკურატურა ამ ყველაფერს გამოიძიეს, რადგან თვითონ დაგეგმეს, თვითონ შეასრულეს და თვითონ დაიჭირეს მან მითხრა ასეთი სიტყვები, რომ 9 წლამდე პატიმრობის კი არა, უადოდ პატიმრობის მუხლი რო იყოს, ეს შეთითხნული მუხლით, ხო, მაინც არ გახდებოდა აგენტი, მაინც არ გაყიდიდა ძმაკაცობას და მაინც არ ითანაშრომლებდა სუსტან და ის არის მხნეთ და ყველა ადამიანს მოუწოდეს, რომ იბრძოლონ საქართველოს თავისუფლებისთვის. ლაშა-ცანავას წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოიპოვა ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები მასალაში, რომელიც მათ გაავრცელეს ცანავას დაკავების შემდეგ, ისმის, რომ ლაშა 1 წლიან ბინადრობის უფლებას თავაზობს გარკვეული თანხის სანაცვლოდ კონკრეტულ პიროვნებას. ეს თანხა გაირკვა, რომ არის $5,600, თუმცა ფაქტია, რომ თაღლითობის მცდელობით აქვს მას ბრალდება ოფიციალურად წაყენებული, რადგან აღნიშნული თანხა ლაშა-ცანავას ანგარიშზე არ დარიცხულა, მხოლოდ $150, როგორც გამოძიება ამბობს, ჰქონდა გადარიცხული იმ კონკრეტულ მოქალაქეს, რომელსაც ლაშა-ცანავას თავაზობდა ბინადრობის მიღებაში დახმარებას გავლენიანი მეგობრების დახმარებით. ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიცსაბჭომ უკვე ოფიციალური მოთხოვნით და განცხადებით მიმართა საგამოძიებო უწყებას, რომ დაინტერესდნენ იმ ინფორმაციით, რომელიც სასამართლოს ლაშა-ცანავა მიაწოდა, გამოკითხონ დროულად ცანავა და დაადგინონ, ვინ არიან სუსისის მაღალჩინოსნები, რომლებიც კანონს არ ღვევდნენ და ლაშა-ცანავას გადაბირებას ცდილობდნენ. რა თქმა უნდა არის საფუძველი იმისა, რომ პროკურატურას დაეწყო გამოძიება, თუმცა ამ მომენტამდე ეს არ გაკეთებულა, ამიტომ ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად, ვიცით რომ ისინი რეალურად არც არაფერს არ გააკეთებენ, მაგრამ მაინც მიმართავთ ფორმალურად, იურიდიულად იმოქმედონ კანონის შესაბამისად და ისინი ვალდებულები არიან საქართველოს პროკურატურაში აღძრან სისხლის სამართლის საქმე ლაშა-ცანავასთან მიმართებაში. ეს არის ოფიციალური მიმართვა და ველოდებით ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმის პროკურატურის რეაგირებას. მიუხედავად ამ ინფორმაციის გაჟღერებისა, რომელიც არის სკანდალური ინფორმაცია, ჩვენ არ გვინახავს არც ერთი კონკრეტული ქმედება საგამოძიებო უწყებების, არ გვინახავს დაინტერესება საგამოძიებო უწყებები და ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ საგამოძიებო უწყებები რეალურად ყველა გარეული არიან ამ საქმეში და ყველა ცდილობს, რომ არ შეიმჩნიოს ეს დანაშაულებრივი ქმედება, რადგან რეალურად ამ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი და თითეული ეს ძალოვანი სტრუქტურა არის სადამსჯელო რეპრესიული მანქანა, რომელიც მიმართულია პოლიტიკური რეპრესიებისთვის, იმიტომ რომ რაც ლაშა-ცანავას თავს ხდება ახლა, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს წევრი დარწმუნებულია, რომ მას ხელბორკილები ლევან ხაბეიშვილზე შურისძიების მოტივით დაადეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ცანავას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.